ეთერში დაგიბრუნდით საინტერესო თემით, გეტყვით რომ მწერალთა სახლის პროექტი ცოცხალი წიგნები 2015 წლიდან დაარსდა და 2025 წელს მოკლედ საიუბილეო თარიღია, განახლებული ფორმატით და ახალი ავტორებით დაბრუნდა. ამ თემასთან მიმართებაში ჩემი სტუმრები არიან ირმა ბერიძე, პროექტის მენეჯერი, პოეტი და შოთა ვეკუა, პოეტი, პროექტის მონაწილე. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ თან ერთად ხართ და ზოგადად რაც შეეხება მსგავს პროექტებს და როდესაც წიგნზე გვაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, აი ჩვენ სტუდიაში სანამ შემოვიდოდით ვისაუბრეთ, რომ ახალგაზრდები წიგნს დაუბრუნდნენ. ეს არის მართლაც ძალიან კარგი, ამაზე ჩვენ შეგვიძლია საუბარი უსასრულოდ, თუმცაღად რო არ გვაქვს და ერთ სიტყვი რომ მსგავსი პროექტები ამის ხელშემწყობი ფაქტორია და მოდით გავიხსენოთ ისტორია. 2015 წლიდან დაარსდა, ხო, 10 წლიანი ისტორია, ანუ არც თუ ისე პატარა გზა გაქვთ გავლილი. ასე რომ რა იყო, როგორ დაარსდა, ანუ სახელწოდება ძალიან საინტერესოა, ცოცხალი წიგნები, რა დევს ამ სახელწოდებაში და შემდეგ ის 10 წლიანი გზაც, რაც გაიარეთ და წელს უკვე საიუბილეო თარიღი გაქვთ. გისმენთ. მოგესალმებით. ცოცხალი წიგნები, როგორც თქვენ ბრძანეთ 2015 წელს დაარსდა, ანუ 10 წელია უკვე არსებობს და მისი იდეის ავტორი გახლავთ ქეთევან დუმბაძე, რომელიც იმ დროს მუშაობდა კულტურის სამინისტროში, მინისტრის მრჩეველი იყო და თვითონ გარემომ, თვითონ მწერლების მდგომარეობა მოიტანა ეს, რომ მათი პოპულარიზაციისთვის, წიგნის ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის ასეთი მასშტაბური პროექტი გაკეთდა და სახელიც დაირქვა, რომელშიც იხსნება მთელი ამ პროექტის კონცეფცია და შინაარსი. კერძო ცოცხალი წიგნი არის წიგნი, რომელიც საუბრობს. ანუ ადამიანი, რომელიც თავის შემოქმედებას უზიარებს მსმენელს, ისე თითქოს წიგნი არის. ანუ ეს ისიც რა იყო, თუ ვერ მოვა მკითხველი შენთან, თქვათ, რეგიონებიდან, შენ მიდიხარ მასთან, ამიტომ ძალიან ჰუმანური მისია ჰქონდა თავიდანვე და ფიქრობ, რომ 10 წლის მანძილზე მან ეს გაამართლა. თავარი ღირებულებები მისი, მე ვიტყოდი, არის ცოცხალი კონტაქტი მწერლისა და მკითხველის. არის აგრეთვე პირდაპირ დიალოგის შესაძლებლობა, ეს უმნიშვნელოვანესია. როცა შენ არა ციფრული და ტექსტური ტექსტებიდან გებულობ რამეს სიახლეს, არამედ უშუალოდ ადამიანისგან ისმენ ამას, რეალური ადამიანისგან. ასევე უშუალო ემოციას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ასევე დიდია მისი როლი კულტურის და განათლების თვალსაზრისით, რადგანაც ჩვენი მონაწილეები არიან ძალიან ბევრჯერ პროფესიონალი ლიტერატორები და მათი, ასე ვთქვათ, გაზიარება აი ამ უნიკალური ცოდნის, ასევე ჩვენ ისტორიები მწერლების, რომლებიც მათ ნაწარმოებებში დევს, ძალიან გულითადი, შინაგანი სამყაროს ხსნის მწერალი, როცა უშუალო შეხვედრაზეა და შეიძლება როგორ გადაიტანა ესა თუ ის დიდი პრობლემა, როგორ დაძლია, ამან გამოიწვიოს ისეთი თანაზიარობა მკითხველთან, რომ შენს თვალწინ ხდება შედეგს იქვე გზნობს. შუა პროცესიდან უკვე იწყება, ასე ვთქვათ, გამოღვიძება, გამოფხიზლება და აი ეს ენერგეტიკას ყოველთვის გზნობს მთხრობელი, რომ იმუშავა მისმა ნათქვამმა და აი ამ პროცესით გებულობ, რომ პროექტი შემდგარი არის. ლიტერატურული დიალოგი, ხო? ანუ დიალოგი, კი ბატონო, წიგნის და არა მარტო წიგნის საშუალებით ცოცხალი კომუნიკაცია, რაზეც თქვენ აქცენტი გააკეთეთ, სწორედ ეს არის ამ პროექტის უნიკალურობა. და ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში გასვლა, პროექტის ფარგლებში თქვენ არაერთი, ასე ვთქვათ, ვიზიტი ქონდათ და კომუნიკაცია ადამიანებთან, ამაზეც რომ ვისაუბროთ. აი შოთა ეხლა ჩამოვიდა დაბრუნდა რეგიონიდან ამ ტურში, ხო და მოდი შოთა. კი ბატონო, პირველ რიგში მადლობა ამ პროექტის დაინტერესებისთვის და მოწვევისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, ძალიან ბევრი კუთხით. ბოლოს ჩვენ ვიყავით თუშეთში და თიანეთში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას და მსმენელებს წარუდგინეთ ჩვენი შემოქმედება. ეს იყო მნიშვნელოვანი პროცესი იმ მხრივ, რომ თითქოს ჩვენ სიცოცხლე, ახალი სიცოცხლე გადავიტანეთ იქ, სადაც ხალხი მოწყურებულია აი ამ ცოცხალ ურთიერთობებს, მოწყურებულია ლიტერატურას და ხელოვნებას
დავხედავდით რა თქმა უნდა მათ დამოკიდებულებას ჩვენ მიმართ თუ როგორ იყვნენ ისინი განწყობილები დადებითად სხვათა შორის აი თიანეთში როდესაც ვიყავით ხალხი თითქოს არ მიდიოდა და სურდათ რომ რაც შეიძლება მეტი და მეტი წაგოგითხა იგივე იყო დუშეშიც რა თქმა უნდა და ეს როგორც ხელოვანი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან შენ გძნობ იმ მნიშვნელოვან ენერგიას, რომელიც გჭირდება იმისთვის, რომ რაც უფრო მეტი შექმნა და გააკეთო ახალი. შესაბამისად, ეს ორმხრივი ურთიერთობაა, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ მსმენელიც, როდესაც ფაქტობრივად არ გიშვებს ხელიდან, რა თქმა უნდა, ახალი სიცოცხლე იბადება, ახალი ენერგია იბადება და იბადება რა თქმა უნდა იდეებიც ახალი, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ცოცხალი წიგნების პროექტი იქნება კიდევ სხვა პროექტებისთვის უმნიშვნელოვანესი, რადგან ის იქნება დასაწყისი და იმ ლიტერატურული ცხოვრების აღორძინებისა, რომელიც აუცილებლად უნდა მოხდეს საქართველოში. კი ბატონო და რაც შეეხება რეგიონებს, ეს ერთ-ერთი ეს პროექტი ხელშეწყობი ფაქტორია კულტურული ცხოვრების, გაცოცხლების, აღორძინების. და ასევე საინტერესოა ახალგაზრდებთან კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, როდესაც წიგნზე ვსაუბრობ და ამაზე დასაწყისშიც ვისაუბრეთ, აქცენტი გავაკეთეთ, რომ ახალგაზრდები ასე ვთქვათ, დაუბრუნდნენ წიგნს. იყო პერიოდი, როდესაც ასე მოდით ჩავარდნის პერიოდი დავარქვათ, ეს არის სასიხარულო მსგავსი პროექტები. ამის ხელშეწყობი ფაქტორია. სკოლებში ვიზიტები, სტუდენტებთან შეხვედრები, ამ მიმართულებითაც რომ ჩაგვიშალოთ თემა, ანუ სად იყავით, სადაპირებს წასვლას, ანუ მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით შემოიფარგლება ეს შეხვედრები თუ რეგიონებში? არა. რეგიონები იცით უკვე რომ საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა ამ პროექტმა, ყველა მუნიციპალიტეტშია ნამყოფი მთელი ამ 10 წლის განმავლობაში და დედაქალაქში სკოლების მიმართულება არსებობს და საჯარო სკოლებს სტუმრობენ მწერლები. ან ორ-ორი მწერალს უშვებდით, ან ერთს განათლების ყველა საფეხურს მოიცავს ეს შეხვედრები და ანუ ლიტერატურული გაკვეთილი ტარდებოდა სკოლის შემდეგ და რა ვიცი, ძალიან დიდი იყო ინტერესი ბავშვების, იმიტომ რომ ერთი რაღაც თავისუფალი გაკვეთილი, სადაც შენ საყვარელ პოეტზე შეგიძლია, შენ საყვარელ პროზაიკოსზე ილაპარაკო, გაიცნო თანამედროვე მწერალი, ცოცხალი მწერალი გაიცნო, ასე და რა ვიცი, იყო ინტერესი და ეს მიმართულება აუცილებლად გაგრძელდება. უმაღლეს სასწავლებლებში დაემატება, სავარაუდოდ კი არა დაემატება აუცილებლად და გარდა ამ მიმართულებებისა პენიტენციალურ და საჯარო ნაწილების მოიცვა ამ პროექტმა და ის პატიმრებთან შეხვედრები და იქ ეს ემოციური მუხტი და ეს შედეგი არის ძალიან უნიკალურია ხოლმე. მშვენიერი და ასევე პროექტის ფარგლებში გამოიცა ბილინგვური წიგნები, ალმანახები, საავტორო გამოცემები, ამ მიმართულებითაც რომ გვესაუბროთ, არ მინდა რამე გამოგვრჩას. დიახ. ძალიან ბევრი კრებული გამოიცა, ასევე ინდივიდუალური გამოცემებიც იყო, თარგმნელობით საქმიანობა ძალიან ფართოდ მოიცვა და არ დამავიწყდეს სათვის ტომოებს უცხოეთში ხდებოდით. იქ იგეგმებოდა ვიზიტები, იტალიის ვიზიტი შტამბეშტავი იყო, არ მინდა სხვა რამე ქვეყანა გამომჩეს ყველგან, დიასპორებთან და წარმოგიდგენთ როგორი იქნება იქ, რომ შენი საყვარელი მწერალი რომ ჩამოდის ეს მოწყვეტილი ხარ საქართველოს და ეს მიმართულებაც აუცილებლად გაგრძელდება. კი ბატონო, და რაც შეეხება მონოსპექტაკლებს, ესე ძალიან საინტერესოა, როგორც ვიცი, დაიდგა სპექტაკლები. თეატრის სცენაზეც გააცოცხლეთ წიგნები, ამაზე ისაუბრეთ. კი, ვისაუბრებთ, ესე იგი, ეს იყო ორი თეატრის სცენაზე, მარჯანიშვილის და იქნება თუმანიშვილის სახელობის თეატრში. ეს არის ერთი ადამიანის შემოქმედების სპექტაკლი, მონოსპექტაკლი, რომელიც თან იწერება და შეინახება და გახდება ოქროს ფონდი იმ ვიდეო პორტრეტებთან ერთად, რომელსაც ასევე ამზადებს ცოცხალი წიგნები. ვიდეო პორტრეტები ცალკე მიმართულება კიდე. ძალიან კარგი. და აი, რაც შეეხება ვიდეო პორტრეტების ოქროს ფონდს. ანუ ეს გაცოცხლდა უკვე და გრძელდება ეს. და მომავალში უფრო აღმოჩნდება რა მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს, იმიტომ რომ დრო გადააფასებს ყველა ავტორს და შეიძლება ზოგი ისეთი ავტორი მერე წლების მერე რომ ეს აღმოჩნდეს, რომ ეს ინფორმაცია იყოს ძალიან გასაფრთხილებელი და ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია. კი ბატონო, და რაც შეეხება ამ პროექტის მონაწილეებს, საინტერესოა ის, რომ უფროს თაობასთან ერთად ახალგაზრდებიც არიან ჩართულები და ისაუბროთ. კი ბატონო.
როგორც აღნიშნე ეს ხელოვანისთვის ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია იმ კუთხით, რომ გამოცდილებას აგროვებ, მაგრამ გამოცდილების დაგროვებასთან ერთად შენ ხვდები შენთვის საპატივცემლო პატივსაცემ წერლებს და პოეტებს, რომლებიც ერთ პერიოდში შეიძლება გეგონა, რომ სადღაც მწვერვალზე არსებობენ და აი ამ ადამიანებთან აი ამ სტერეოტიპების მსხვერპლაც არის ეს და დაძლევაც. აი ამ ადამიანებთან ერთად გვერდით დგომა და თუნდაც ერთ პროექტში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, უდიდესი პატივია და мотиваცია ამასთან ერთად, რომ შენს თავის დროზე საკუთარი სიტყვა თქვა და დატოვო. ახალგაზრდები ძირითადად აი ბოლო პერიოდში თუ შეშდათიანეთში ვიყავით ფაქტობრივად ერთი თაობის წარმომადგენლები, ასევე იყვნენ იგივე ჩემი კოლეგები, რომლებიც ჩემი თაობის წარმომადგენლები არიან მაგალითად აჭარაში იყვნენ და ეს არის რა თქმა უნდა აი ამ პროექტის დადებითი მხარე. ვინაიდან ჩვენს აი ამ ფერხულში ვებმებით ასე ირჩევა მაგალითად ცნობილი მწერალი უფრო შედარებით ასაკოვანი და ახალგაზრდა მაგალითად არიელ ხალხელაურს თქვა შოთა ვეკუასთან ერთად გავუშვებთ ამ ორ მწერალს და როგორც თქვა შოთამ ძალიან დიდი გამოცდილება დიდი შემოქმედებითი ურთიერთობების დასაწყისი იყოს შოთას ცნობადობის გაზრდა და ის თან უსმენს ასე ცოცხლად აი ამ ჩვენს დიდ პოეტებს და აი სწორედ ეს არის ამ პროექტის ერთ-ერთი კიდევ ძალიან სარგებელი ასე ვთქვათ თავარი გზავნილიც რომ თოდნის გაცვლა ამ შემოქმედებითი მუხტის გაცვლა ურთიერთგაცნობა მე ვიტყვი პირადად 10 წელია ამ 10 წლის წინ როცა ეს პროექტი დაიწყო მე უკვე ვწერდი მაგრამ არც ერთ 21 საუკუნის დასაწყისის ავტორს არ ვიცნობდი პირადად მე გავიცანი ძალიან ბევრი კარგი ადამიანი და დღემდე მეგობრობდა ჩემი პოეზიაც ფაქტობრივად აი აქედან გახდა ცნობილი იმ წერლებისთვის ვისთანაც ერთად დავდიოდი ტურებში და შემდგომ კიდევ იმარ რომ გაგრძელდა ეს ურთიერთობა ამიტომ რამხელა სიკეთე აქვს მოტანილი ჩემთვის აქვს და მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ავტორი პოპულარიზაცია ცნობადობა გაზარდა ცოცხალმა წიგნებმა და კიდევ აკეთებს ამას შევკრავთ თემას. ახალი სახელები, ასეთი პროექტი გვაქვს ჩვენ ლიტერატურული გაზეთის, მწერალთა სახლის გაზეთია და მწერალთა სახლის ერთობლივი პროექტია და აი ეს ადამიანები იქ ვიპოვეთ, ასე ვთქვათ. ამ პროექტის ნაწილი არიან ახალი სახელები და პრიორიტეტიც წელს ეს იყო პროექტის. ამ ახალი ადამიანების წარმოჩენა, გაცნობა და ხელშეწყობა და мотиваციის გაზრდა და დაახლოება და ჩართვა ლიტერატურულ პროცესებში. ძალიან გამოგვივიდა მე ვფიქრე. კი ბატონო და აი ჩვენმა ახალგაზრდა სტუმარმა გვითხრას ხო პოეტია ამ პროექტის მონაწილე, ანუ გამოგვივიდაო და კი, ნამდვილად. თქვენ რა სიტყვით? მე ვიტყვი იმას, რომ ჯერ ერთი როდესაც ქალბატონი ირმა დამიკავშირდა ამ პროექტთან დაკავშირებით, მაშინვე გამოვხატე ჩემი დადებითი ემოცია და რეაქცია, იმიტომ რომ ვიცოდი უკვე დაახლოებით მქონდა წარმოდგენა თუ რისთვის შეიძლება ეს ყოფილიყო ჩემთვის დადებითი კუთხით მომტანი და გამოცდილებებთან ერთად რა თქმა უნდა პოეტისთვის უმნიშვნელოვანესია საზოგადოება გიცნობდეს და საზოგადოება იცნობდეს შენ შემოქმედებას. აი ამ პროექტმა თვალნათლივ დამანახა და მაჩვენა ის რომ ყოველი შეხვედრა აუცილებელია და მე ვიტყოდი რომ 100% და გადაჭარბებითაც კი შედგა ის იდეა და ჩანაფიქრი რაც განხორციელებამდე ჰქონდათ მესვეურებს და მადლობა ამისთვის თქვენ და ალბათ კეთი თუმცა ისეთი სასიამოვნოა მე ეს ახალი თაობა მით უმეტეს ერთმანეთში ურთიერთობას რომ აგრძელებს იქ მეც ბევრი ვინმე აღმოვაჩინე და მეც ალბათ ვიღაცამ თავის დროზე აღმოაჩინა და ეს აღმოჩენა გრძელდება და გრძელდება ძალიან კარგი და სამომავლო გეგმების დიდი გაქვთ რა თქმა უნდა გაგვანდეთ თუ შეიძლება გაგრძელდება სკოლების მიმართულებით უნივერსიტეტების მიმართულებით ანუ ლიტერატურული ღონისძიებები ლიტერატურული ღონისძიებები ასევე უცხოეთით მოიაზრება ახალი ავტორების ჩართულობა ასევე ადგილობრივი რეგიონული რესურსი ასე ვთქვათ რეგიონში მსხოვრები ავტორების ჩართვა ეხლა იყო შოთა ეს ხო იქ ძალიან ისეთ ჩვენ უყურეთ ამ მომენტს აი ამ მართლა დიალოგს და ინტეგრაციას ადგილობრივი ავტორები როგორ ერთვებოდნენ, მოდიოდნენ, კითხულობდნენ, იმიტომ რომ როგორც ჩანს 10 წლის წინ უფრო ცუდი მდგომარეობა იყო რეგიონებში კულტურის გავრცელების მხრივ, ლიტერატურული პროცესების გავრცელების მხრივ, მაგრამ ეხლა შედარებით გამოსწორებულია, მაგრამ არა ისე როგორც რეალური საჭიროება მოითხოვს. ანუ კიდე აკლია ადამიანს
აი თქვაც თბილისთან, დედაქალაქთან. და ის პროექტები, მსგავსი პროექტები ხელშემწყობია, კი. რა თქმა უნდა და აი რეგიონებზე მინდა ისევ აქცენტი გავაკეთოთ. თქვენ აღმოჩენა თუ გყავთ რეგიონებში. ანუ პროექტს გულისხმობ. აი გეტყვით რომ თქვენ შეიძლება და ზოგადად. მე ვიტყვი რომ მონაწილეთა შორის მყავს. დიახ, აი მონაწილეთა შორის ერთი ძალიან მოკრძალებული პოეტი გოგონა აღმოვაჩინე, მინიმებს წერს, რომელიც თვითონ ილაპარაკოს რა მოუტანა ამ პროექტმა, ყველანაირად საინტერესო იქნება ნამდვილად. ელამ ხარდაჭერა და ესეთი რაღაც ეხა შედარებით თამამად ამბობს სათქმულს, მე ვფიქრობ რომ ის კარგად წერს და ნამდვილად უნდა აღმოგვეჩინა და რეგიონებში უფრო დამამახსოვრდა ხულოში აი ხალხური თქმელები იყვნენ და ძალიან საყვარელი ბაბუები იყვნენ და ესეთი ძალიან ეს ფოლკლორი უმნიშვნელოვანესია და ის ძალიან განსაკუთრებული სისათუთით ინახავს ეგ მხარე ზოგადად ყველაფერს ქართულს და ტრადიციულს და ეს ხულოში ძალიან და ამის გაგრძელება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან თუ ცალკეებლებიც ალბათ ხალხ. ხო, არ მგონია იქ ახალგაზრდა მე ვერავინ ვნახე, მაგრამ ხო, ჯერ ისინი არიან და არად არიან, მაგრამ შეიძლება უბრალოდ თავს არ აჩენენ და ეს პროექტები მისცემს საშუალებას რომ წინა პლანზე წარმოაჩინენ ამუშავებას. იქ არ ყოფილა სახალხო თქმულში შენც უფრო რატომღაც სტერეოტიპია ასაკიანს მოიაზრებს, მაგრამ ძალიან კარგი ამბავია რომ ეს ახალგაზრდა ეს უნდა გაგრძელდეს. თანამედროვე ფორმებით გადასცე. შეიძლება ძველი არ იყოს რაღაც კომიქსური რომ არ დაიკარგოს. სხვა ფორმით, თანამედროვე ფორმით რაღაცნაირად ფოლკლორის შემოინახოს და განავითაროს. კი ბატონო, და ახალგაზრდებმა უნდა არ დაიკარგება, ჩვენ ფოლკლორზე ვდგავართ და ინიციატორებიც იქნება. არ უნდა დაიკარგოს და არც დაიკარგება. და ზოგადად საინტერესოა, ანუ საერთაშორისო მასშტაბით, ანუ გაცვლითი დაუშვათ პროექტები და იმ გაცვლით პროგრამებში უფრო სწორედ თუ მიგიღიათ მონაწილეობა. ან მსგავსი პროექტები ხორციელდება თუ არა სადმე, არის თუ არა ანალოგი. ამის შესახებ თუ გაქვთ ინფორმაცია. სახლი ახორციელებს ასეთ პროექტებს და ჩვენთან როგორც გითხარით, როგორც რეგიონში იგეგმება, ასეთი ვიზიტები იყო სათვისტომოებთან და ეს არ იყო ძალიან მნიშვნელოვანი საქმე აკეთა ცოცხალმა წიგნებმა მთელი ამდენი წლის განმავლობაში თარგმნა ქართველი პოეტები, გამოსცა ორენოვანი კრებულები და რა ვიცი, ეს დაგეგმა ეს მიწვევები საზღვარგარეთ და ალბათ ამას აუცილებლად, ალბათ კი არა აუცილებლად გავაგრძელებთ. იმიტომ რომ საქართველოში გასაგებია, მაგრამ ქართული ლიტერატურის ხმა უნდა ისმოდეს. რა თქმა უნდა, კი ბატონო და ისე მინდა დიახ, აი მიმდინარეობს პროექტი ჯერ არ დასრულებულა 19 სექტემბერს ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო ხო? აი ახალგაზრდას თვალით დანახული და აი შეფასება მინდა თქვენი. კი ბატონო. მე როგორც აღნიშნე, პირველ ყოვლისა ძალიან დიდ პატივს მოღვაწეებს მე ეს მგონია რომ ეს ადამიანები ნამდვილად მუდმივად დგანან თავისი კალმით პოეზიის ადარაჯოზე. და ეს არის უპირველეს ყოვლისა, როდესაც ცოცხლად ხედავ ამ ადამიანებს და მათ შემოქმედებას ცოცხალი ყურით აღიქვამ, ბუნებრივია შენშიც ნაპერწკალი შემოდის, რომ არ უნდა გაჩერდე, რომ რაც შეიძლება მეტი შექმნა და რა თქმა უნდა, ეს უდიდესი გამოცდილება კიდევ ერთხელ ვიტყვი ჩემთვის, მათი ცოცხლად ნახვა და მათთან ურთიერთობა, ინტეგრაცია პოეზიასთან. ამას გარდა სწავლობ, რა თქმა უნდა, ყოველი სიტყვისგან სწავლობ, შემდეგ ამას შენ სამჭედლოში გარდაქმნი შენებურად და რა თქმა უნდა აძლევს საშუალებას რომ შენი პოეზია და შემოქმედება უფრო განავითარო. და მგონია რომ ესეთი ურთიერთობები როდესაც ხდება და ესეთი შეხვედრები ეს არა მარტო უბრალოდ მსმენელისთვის, შემოქმედისთვის არის უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანი. კი ბატონო, და როდის დასრულდება პროექტი? პროექტის პირველი ნაწილი აი დღე-დღეზე სრულდება, უნდა ჩავაბაროთ ეს პროექტი და რა ვიცი, ველოდებით მეორე ნაწილი. ანუ პირველი ნაწილი ახლა მორჩება საქართველოს დანარჩენი რეგიონები, კერძოდ კახეთი, სამეგრელო და სხვა ლამაზი ჩვენი მხარეები, ალბათ მეორე ნაწილში მოვიცავთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა და დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ეტაპით ნაწილიც ძალიან მალე განხორციელდება, მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ. კიდევ ერთხელ ამ პროექტს ვულოცავ საიუბილეო თარიღს. წარმატებები. მადლობა.